სიახლე ლარივინისგან. Live Casino, მინიმალური ფსონი 10 თეთრი. გემოვნებაზე არ დაავენო, თუმცა ამ სიტუაციის შემხედვარი რთულია ამ მოსაზრებას დაეთანხმოთ. IT-ის გადამღები ჯგუფი ახლა რუსთავის ავტობაზრობაზე იმყოფება. აქაურობა კლიენტების სიმრავლეს ნამდვილად არ განიცდის, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს სამუშაო დღეა, ეს ადგილი უფრო მანქანების საგამოფენო დარბაზს გავს. ავტომობილი, რომელიც ერთ დროს ფუფუნებად მიიჩნეოდა, დღეს უმრავლესობისთვის ყოველდღიურობის ნაწილია. ტექნიკის განვითარებამ ადვილი და სწრაფი გადაადგილების საშუალება მოგვცა. ზოგს მანქანა უბრალოდ სჭირდება, ზოგიერთისთვის ერთგვარი იმიჯია, ზოგიც ამით ოჯახს არჩენს. მანქანების სიმრავლე ჩვენს დედაქალაქში ყოველწლიურად თვალში საცემი ხდება. როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო, კომფორტული და იოლად შესანახი ავტომობილი? სპეციალისტების რჩევები და პასუხები საინტერესო კითხვებზე, რომელიც ავტომოყვარულებს აუცილებლად დაგაინტერესებთ. ITV შეეცადა ამ საკითხებში სპეციალისტებთან ერთად გარკვეულიყო. ექსპერტი დემურ აბციაური მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს შესაძლებლობა აქვს ახალი ავტომობილი იყიდოს, ეს საუკეთესო არჩევანია. ლოგიკურიცაა, ყველას ურჩევნია ყავდეს ახალი ავტომობილი, თუმცა სამწუხაროდ დღესდღეობით ამის საშუალება ყველას არ აქვს. ისინი, ვინც ამ კონტინგენტში შედიხართ, გულს ნუ დაიწყეთ. ვინაიდან არანაკლებად დიდი არჩევანია მეორად ბაზარზეც. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც უპირატესობა ევროპულ და იაპონურ ბრენდებს ჯობია მივანიჭოთ. კომფორტული გარემოს შექმნა არც თუ ისეთი მარტივია. როდესაც ჰენრი ფორდს კითხეს, რომელია ყველაზე კარგი ავტომობილი, უპასუხა, რომ ახალია. ეგ მართალია, რა თქმა უნდა. თუმცა ჩვენი კლიმატური პირობებიდან და ჩვენი ლანდშაფტიდან გამომდინარე, პრინციპში ალბათ უფრო კროსოვერებს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები. და პრინციპში ამ სეგმენტში უფრო სამხრეთკორეული ავტომობილები ჭარბობენ თავის ფასიდან გამომდინარე. თუმცა ევროპული ბრენდები საკმაოდ დახვეწილ და კარგ პროდუქტს თავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფასი მაღალია, რა თქმა უნდა, ხარისხი ბევრად უფრო კარგია. რაც შეეხება ჩვეულებრივად ყოველდღიური მოხმარებისთვის, A კლასის და B კლასის ავტომობილები ძალიან კარგია, პრინციპში ნებისმიერი მომხმარებისთვის. წინა ამძრაობა კიდევ ერთ უპირატესობას აძლევს, თქვათ, იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ კარგად არის ის მართვა, ან თქვათ, უჭირს მოყინულ და თოვლიან ზედაპირზე ავტომობილის უფრო კარგად მართვა. ანუ წინა ამძრაობა ამ შემთხვევაში უფრო მეტად დაგვეხმარება, მით უმეტეს თუ ავტომობილი ახალია, ძალიან ბევრი ელექტრონული სისტემით არის აღჭურვილი და შესაბამისად თვითონაც ეხმარება მძღოლს ამა თუ იმ სიტუაციაში გარკვევის დროს. კონკრეტული რჩევების მიცემა მაინც რთულია, ვინაიდან მომხმარებელი გემოვნების მიხედვით და იმ თანხიდან გამომდინარე ირჩევს ავტომობილს, რა თანხასაც განაგებს. და კიდევ ერთი ნიუანსი, აუცილებელია გავითვალისწინოთ სამომავლო ხარჯებიც. რაც უფრო პატარა ავტომობილი, პრინციპში უფრო ნაკლებია ხარჯი დეტალებზე. რაც უფრო ნაკლები აქვს დეტალები, მით უფრო ნაკლებად ფუჭდება ისინი და შესაბამისად, რაც უფრო მარტივია ავტომობილი, უფრო ნაკლები დეტალი დაჭირდება მას იმისთვის, რომ იგი მუდმივად მწყობრში იყოს. დატვირთული ვერსიები უკვე დიდი ტიპის ეგრეთ წოდებული ჯიპები, თქვათ, უფრო გართულებული ელექტრონიკის მქონე ავტომობილები, რა თქმა უნდა, სერვისის დროსაც საკმაოდ რთულია. ბოლო-ბოლო აგრეგატებია უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ პატარა მსუბუქ ავტომობილში. გემოვნებაზე მართლაც არ დაავენ, თუმცა კარგია, როდესაც სწორ არჩევანს აკეთებ. ავტომობილების სიმრავლე თბილისში ბოლო წლებში სულ უფრო შეიმჩნევა. ITV-ის გადამღება ჯგუფმა ამჯერად ქუჩაში გადმოინაცვლა იმის გასარკვევად, თუ რა მარკის ავტომობილს ანიჭებს ქართული საზოგადოება უპირატესობას. მე Toyota-ს ანიჭებ უპირატესობას. რა კრიტერიუმებით არჩევთ ხოლმე ავტომობილს? უფრო ადვილი სამართავია, ტექნიკურად ყოველთვის გამართულია, ღალატი არ არის ამ მანქანისგან და უფრო მოსახერხებელია. მე თვითონ Mercedes. ისეთი? რატო? ნუ ახლა ყველანაირად არ ფუჭდება, მაგრამ თუ არ გააფუჭერა. X5 და Mercedes. და რატო ეს ორი ავტომობილი მაინც დამარი? ნაი, მომწონს ვიზუალურად. არის გერმანული მარკა. საფრანგეთი, კორეა. თითქმის თანაბარ რაოდენობით არის. მამაკაცი და მანდილოსანი. მე მიყვარს C კლასის Mercedes-ი. ძალიან კარგია.
ეხლა რომელი გყავთ? ეხლა Opel Corsa მყავს. ნუ ეს ეკონომიურია საკმაოდ და იმიტომ კიდევ ერთი საკითხი, რამდენად აკმაყოფილებს ქართული ბაზარი საერთაშორისო სტანდარტებს? ენდობა თუ არა მას ქართველი მყიდველი და სად შეგვიძლია ჩვენთვის სასურველი არჩევანის გაკეთება? ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ავტომობილებით ვაჭრობენ. რუსთავის ბაზრობა ერთ-ერთია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ 7000-დან 10000-მდე მანქანა დაათვალიეროთ. თუ არჩევანს აქ ვერ გააკეთებთ, შეგიძლიათ უცხოურ ბაზარს გადახედოთ. ავტობაზრობა გაიხსნა 2009 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ბაზრობაზე. მაქსიმალურად ვეცადეთ ინფრასტრუქტურა მოგვეწყო, ისე რომ კომფორტულად ეგრძნო თავი, როგორც მყიდველს, ასევე გამყიდველს მანქანების. გავხსენით ავტოსამრეცხაოები, ავტოსახელოსნოები. გაიხსნა სასტუმრო 63 ნომერზე, კომფორტული ნომრებით. გაიხსნა კაფე, რესტორანი. ავტომაღაზიები გაიხსნა. უამრავი რამ იმისთვის, რომ აქ მოსულ ადამიანს, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, აქვე იყიდოს, შეიძინოს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს უბრალოდ შოპინგი არაა. მანქანა კომფორტთან ერთად ზვირის სიამოვნებაცაა და დიდად ხარჯიანიც. ამიტომ ნუ იჩქარებთ. აწონ-დაწონეთ თქვენი გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდით და მას შემდეგ გააკეთეთ არჩევანი, რათა ის თავის ტკივილად არ გექცეთ.